გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBRY-ს. შემდეგ 24 საათს ტაისონთან ერთად გავატარებ 1400 მეტრზე, ჩემი ჯიბით, ძლიერ ყინვაში და ქარში. მოამზადებ უგემრიელეს საჭმელებს, დატყვევი ბუნების ულამაზესი ხედებით. გავაკეთებ საინტერესო რაღაცებს. თან მექნება ყველა საჭირო აღჭურვილობა, რაც ჯიბით ლაშქრობის დროს გჭირდება. მოკლედ საინტერესო ვიდეო გელოდებათ და ჩაუჯიქით. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBRY-ს. მე და ტაისონი ფარეხიდან გამოვედით. მანქანაც დაქოქილია, ცოტა ხანში გავეშვებით, დილა ადრიან. სად მივდივარ არ ვიცი, მაგრამ ყველა საჭირო ნივთი მაქვს მანქანაში, რაც შეიძლება დღეს დამჭირდეს. მით უმეტეს ამინდის გავითვალისწინე და გვერდიდან წვიმისთვის ტენტიც მივამაგრე მანქანას. ეხლა საწოლს ჩავასხავ და ჩაგერთვებით გზით. მაგარი ნისლია კახეთის გზატკეცილზე. დანიდან ამოვედი და ნახოთ აბა წავარ ვიბლი და როგორი ამინდი იქნება. აქ არის ამჟამად 3 გრადუსი. ცოტა ხანი შევისვენე და თან გადავხედე რუკას ადგილებს და აი ზუსტად იქ უნდა ავიდე. თავში რასაც ხედავთ უმაღლეს წერტილს. ზემო წესი თოვლიდან ხვდება გზად კაი გართობაც გველის, ამიტომ თავზე დავიმაგრებ კამერას. მე ხავარ ატესაბურავები და ატესაბურავები ზოგადად თოვლზე იმდენად ვერ ქაჩავს რა, მაქსიმუმ სუბუქ თოვლში. ატესაბურავები უფრო ოლთერაინ, ანუ ქვებზე კარგად ავდივარ. ტალახშიც ქაჩავს, ეხა MT-ებივით ძალიან მაგარი არ არის, მაგრამ ქაჩავს და MT-ებს კიდე იმიტომ არ ვაყენებ, რომ MT-ები ანუ ტალახის საბურავები მუთავერს ხშირად ქალაქშიც მიწევს სიარული, დიდ გზებზე, ტრასაზე, მაგისტრალზე და ბევრად მალე გაცვდება. ამიტომ მიყენია AT-ები, Bridgestone's AT-ები მიყენია მე. დღეს ნახოთ აბა როგორი ამინდი მექნება. ტალახის რეჟიმი საჭირო აღარ არის. არც ბლოკირება. გავაგზავნოთ ჩაულებრია. ამ მანქანაზე როგორც კი 18 თებერვალს ხდება 3 წელი რაც ვყავს და ჩავწერ დიდ ვიდეოს. ხო და იქ ყველაფერზე ვისაუბრებ აბსოლუტურად. ამოვედი ზემოთ. როგორც ხედავთ არაფერი ჩანს ნისლია. ეხლა ვფიქრობ სად გავაჩერო მანქანა. სულ თავში ვარ რა ეს ტენტიც ვაიდა დამჭირდეს თქო გადავჭიმავდი და ისე მინდა გავაჩერო რომ თან კარგი ხედი მქონდეს. თან ხეებიც იყოს რომ მე მივაბა ეს. ეტარე მაი ბაჯბაჯის აქ. არ ვიცი უკვე თულსაა გადავლილი ზედ და არც ეთყობა. მაგრამ აქ ახლა სადაც ვიმყოფები გლები არიან. ეგ 100%-იანი ვიცი, ბევრისგან გამიგია, ბევრისგან მსმენია რომ დაუნახავთ და მეცხოვრებს ცხვრები რომ ამოყავთ ხოლმე თავში, იწაცებენ კიდეც გლები. მაგრამ ახლა დღეს მანქანით ვიქნებით უფრო უსაფრთხო არის და არის დარდოთ. ეს ადგილი მომეწონა, გასაჩერებლად აქვე ხეებიც არის, მიობავდი კიდეც ტენს, მაგრამ აი უყუსლით შემოვიდით, მაგრამ ერთი მინუსი აქვს ის, რომ ეხლა ტაისონთან ერთად ვარ, მე ღამე ხო უნდა დავწვეთ მანქანაში საძიეტო მარაში. ძალიან დასვერდება თოვლში, თან ზერო მოადგება, აქაურობას ზემოდან უნდა მოასვენებს. ისე ყინვაა დღეს, ამინდი როგორც ნახე, ღამით -5 ეწერა. თერმომეტრი კი მაქვს, მაინც დავტოვებ და ვნახოთ და ამიტომ მანქანას გავაჩერებ სიმშრალეზე.
უფრო სუფთადაც ვიქნებით მე მანქანაში. სულ მინდოდა მანქანაზე წინა მინების დაბურვა. წინაურის დაბურვა მინდოდა, იმიტომ რომ უკანები დაბურულია, სულ უკანაც შავია და წინები რაღაცნაირად იყო და კანონის ფარგლებში რაც შეიძლება, ჯარიმა რო არ ავიტყათ. ძალიან ლაითია რა, გინდა გიბურია, გინდა რა და ვიპოვე ერთი ადგილი. სახელად ავტოგრაფი, სადაც დამიბურეს, შეხედეთ აი გვერდიდან ეხა გასწრული რო არის. პირდაპირ რომ მიადებ. მაინც როგორც უკან ნახეთ, არ და უკანაც უშავი არის. ხოდა ესენი ბურავენ მეტალიზირებული მასალით, სხვანაირი მასალაა, უფრო ხარისხიანი. აი 10 წელი და მეტი რო ქაჩავს და რო არ ხუნდება. ხოდა ჩავბურეთ ჩემი მანქანა. მაგრადაც მოუხდა, ერთი შეხედვით რო შეხედოს. პოლიციელმა იფიქრებს, რომ ნორმებს ცდება და შეიძლება გაგაჩეროთ და შეგამოწოთ, მაგრამ აპარატს რო დაადებს, მე ამოაგდებს რომ ნორმა არის. როგორც ყველაფერს გირჩევთ ხოლმე რითიც კმაყოფილი ვრჩები პირადად მე, ისე გირჩიეთ ესეც. იმიტომ რომ მართლა მაგარი კმაყოფილი ვარ, სარკესავით არის წინა ორივე შუშა. დაჟე გასწრუზე ნაკლები ეფექტი აქვს. ამას ჯერჯერობით არ ვშლი, იმიტომ რომ ამისი წვიმა საერთოდ არ წერია, თოვლი წერია საღამოდან სადღაც გამთენიამდე, გვიანობამდე და აზრი არა აქვს მაგის გაშლას, იმიტომ რომ შეიძლება არც დამჭირდეს ტყუილა გაშლას და ჩალიც მირჩევნია. იყოს ესე აკეთილი, უცებ რომ დამჭირდეს მანქანას პირიქით შემოვაყენებ და აგერ ორი ხე მაქვს გათვლილი რომ მივაბა. ყველაფერი წამოვიღე დღეს, რაც შეიძლება დამჭირდეს, აი აბსოლუტურად ყველაფერი. აი სულის საწვიმარიც კი მეგონა რომ იწვიმებდა, იმიტომ რომ თბილისისკენ და შემოგარენში ისეთი წვიმები იყო რომ რა ვიცი და აქეთ სხვანაირად ყოფილა საქმე. მაგრამ ზოგადად ზღვის დონიდან რაც უფრო მაღლა ატიხარ, ძალიან ბევრ წვეთს ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ ახლა ვიმყოფებით რუკაზე რომ აქ ეს ადგილი ნანახი 1300-1400 მეტრი არის და ბევრად წვეთს მინუსებში უფრო არის. ისე ეს მაგრა გამომადგა, აი ხა ორი ფენა მაქვს გადაკეცილი. ტაისონისთვის რასაც ვიყენებ ხოლმე. არ გაუმტარი. გარემ გავშლი ამასაც, რომ ღამისთვის მზად გქონდეს. Where's მოვიხარშო? აი სუნია. შეიძლება ყვარიც დავაგროვო ტყეში გავერთობიდან და თან შევაგროვო.
სამ საჭმელი მომზადდება. ბანანი. ჩემი საყვარელი ხილი. ყველა მიყურებთ, აი შენ არ ჭამ. მაგარი ხარ ტაისონ. ეს ბაბუას გაკეთებული რაჭული ნორი. იქით რა კაი თოვლია ნახეთ. ბზინავს ეხა თვალით უკეთ ჩანს. ეს ნისლიანი დღე გვაქვს, თორე ზემოთ მაგარი დიდი მთები ჩანს ხოლმე. მთლიან გაყოლებაზე. მაგარი გასარეცხი მყავს. არა ჩასვლაზე კიდე დაემატება ბევრი. სიმართლე გითხრათ რომ მოდიოდი საერთოდ წვიმიანი ამიცველოდი და აქ სიმშრალეც თოვლი რო დამხვდა, ბევრად უკეთესია. 2 და 3 გრადუს შორის არის. მაგარი სიცივეა. აი თეთრონებს მოხსნი, ეგრევე იქნება, თითები მეყინება. და სვანური მარილი რა თქმა უნდა. ცეცხლი უნდა დავანთო, თორე ძალიან აცივდა. 2 გრადუსზე დაეცა უკვე ტემპერატურა. ყინშისგან სანთებელაც არ ემთება სიცივისგან. რამდენიმე ყვარს დავდებ, რომ დაზღვეული ვიყო ცეცხლის ჩაქრობისგან. 0 გრადუსია ამ დროისთვის და თითქმის 5 საათია ახლა.
რეალურად ეხა კოცონი იმიტომ დავანთე, რომ ხელები მაინც შევითქო რა თორე. ახლოს თუ არ მიხვედი, ვერანაირ სითბოს ვერ ვცნობ. რეალ მინდორზე ვარ, რა ასე რომ თქვა თავში ვარ სულ და არც კოცონის კედელი, არაფერი. პირდაპირ მთელი სითბოც, სკვამრიც რაც არის, ყველაფერი მიდის იქით. არც სითბო გამოიყოფა გარშემო, არაფერი იმდენად და უბრალოდ ხელების შესათბობად დავანთე და მექნება სანამ გავკაჩავ. როგორც ასეთი რომ ეხა ამან გამათოს თლიანად, არა. ისევ ვარჯიშით მოძრაობით და ისევ ტანსაცმელი თუ გამათოს დღეს. წამოვიღეთ დღეს კუნძი და გავაკეთებ შვედურ და სამჯერად ნახვედით. ბენზო ხერხი რომ ქონოდა ყველაზე მარტივ ვერსიას გავაკეთებდი, წინაზე მედეგები რომ გავაკეთეთ, მაგრამ ეხლა რაც არის ეს არის. Წავედით ბოლომდე. ამას შევინახო სად უნდა გადა. Tyson ეს არის ნაკვერჩხალი და არ შეიძლება დაგწვავს. აი წეღანდელი კვალი გამომადგება. Tyson დაგწვავს მე ეგ არის ნაკვერჩხალი. გვერდით ახრელიდან უბერავს ქარი, ამას გააღვევს გულში და მაგარი ცეცხლი დაინთება შიგნით. ქარს აქვს ერთი ძალიან დიდი პლუსი, აქედან შევყარე ნაკვერჩხალი, რომ გვერდურად ყოფილიყო და ზედა სიცარიელი არ შეევსო. აი ველოდები ხა უეჭველი დაანთებს. მიდი შიგნი ნახეთ გაღვევებულია სულ. აჰა ნენელა წამოიღებს და მე უკვე აღარ გაჩერდება. ესე მარტივად არაზრს დამითია ქარი მაგრად გამომადგა მაგ შემთხვევაში. აი ქარი რო ყოფილიყო, ბევრად ვიწვარებდი, ამ დროს უკვე შენ უნდა უბერო სული, დააკვირდი არ ჩაქრეს, მე უნდა რომ მოეკიდევა, ისევ გააგრძელო არ შეწყვიტო და მთელი ამბები. ქარის თემაში უბრალოდ ნაკვერჩხალი შევაგდე, გვერდიდანაც და ზემოდანაც, ქარის მიმართულებით დავდე და ეგ არის, ქარმა გააკეთა თავის საქმე. აი აქ დააკვირდით ფისია, დუღს. -2 გრადუსია უკვე.
არ და ჯერ 6 საათიც არ არის. დღეს წამოღებული მაქვს ღორის ხორცი, რომელსაც უბრალოდ დავსერავ და ესე მთლიანად გავუშვებ ტაფაში. საფეთქი. სვანური მარილი იყოს ისევ ჯობია. აუ მაგრაცივა სერიოზულად. კოცონი აღარ არის უკვე. წარსულს ჩაბარდა. ზეითუნის ზეთი. კონდარი დავამუღამე ამ ბოლო დროს მინიმum დამომუღამებინა. დაანუხლება საჭმელებს რა. იფი. აიდან მიდის. მიდი მოიტანე ტაისონ. დღეს იმაზე დაბალი ტემპერატურა იქნება, ვიდრე ვარაუდობ. დავჭრათ. აუ ხელი ისეთ ქყინონი მაქვს, ესე უნდა დავიჭიროთ, არა? სხვა შემთხვევაში ვერ ვიჭერ. ო, კაი გამოვიდა. კაცოდი რა გამომივიდოდა. საჭმელებს კეთება კი დავამუღამე. თან მაგრამ მიყვარს ბავშვობიდან. პირველად გავაკეთე კვერცხი მახსოვს. გონი ყველა კვერცხით იწყებს. კვერცხი პომიდორში. კეპსი გავიღებ. სახში დამზადებული კეჩუპიც მაქვს. ეს კაი რაღაცები გამოვიწერე და რაღაცების წასაღებად, ეს соусების წასაღებად. ჩიებია. კაი გამოვიდა. აისონზე არის დარდოთ, ნაჭამი არის, თავის საჭმელი დილასაც ჭამა და საღამოსაც.
ისე დიდხანს გაკაჩა ამან. მე თუ მეტეს ჯერ კიდე დიდი ხანი გაძლებს. მანქანაში ვზივარ სადღაც საათნახევარია. YouTube-ზე ჩემ საყვარელი YouTuber-ს უყურებდი, უცხოელია. დიდად ესე ვიღაც რომ ყავდი სამონჩემებული და უყურებდი, ეგრე არ ვარ, მაგრამ Xander Budnik არის ტიპი. ახალგაზრდა ბიჭი არის. ჩემზე დიდი იქნება ალბათ 3-4 წელი, შეიძლება 5-დაც. მაგრამ ლაშქრობებს იღებს და ეხა უყურებდი -20 გრადუსზე თავის ძმასთან ერთად თოვლში. იყო საძილე ტომრების გარეშე, კარვის გარეშე და პარკები ქონდათ ხოლმე წაღებული და ეგრე გაჩერდნენ. როქფარ გააკეთეს აი მორების კოცონი და მე გავაგზავნებ ყურებას. ცოტა ხანში გადავალ გარეთ. ჩაი ორთქლა და აღარ ჩანს. ტაისონს წყურო და თან გამოვალ გავივლი თქო. აქ ბოლოს ითბოს ვიგრძნობ და ისე დავწვევით მერე. სად არის თერმომეტრისა? -4 საჩვენებს ახლა. მაგრაცივა მაგარი ქარია. უგარეთ მაგარი სიცივე ყოფილა. კაი ხანი გაკაჩა ამან. აუ ეს კიდე სათამაშოდ წამოჭდა. შევოთორიელებ გარშე მოვბრალოთ. მაგარი სიცივეა. თოვლი რომ ზინავს საალამაზია. როგორ დავწვევით ხა? გარეთ აღარ ვაკეთო ცეცხლიც აღარ არის. ტაისონ, წამო და დავწვეთ. მიდი. მიდი თუ გინდა რამე გაიარე, გამოიარე და იგარი. ჩავრთავ მაინც მერე ფეჯს. ცოტა შეათბობს მანქანას, სანამ საძილე ტომარაში ჩავწვევი, რომ კარგად ჩავთვალები ვიყოთ და ტაისონი. კარგი ბიჭი ხარ. მერე უკან გადავალ. ცოტა მოკონტულს და მოხრის მომიწევს წოლა. მანქანაში ბოლომდე ვინიშლება. ზოგადად უმეტესად ხო ისე დავდივარ ლაშქრობებზე. მაგრამ მანქანით ლაშქრობასაც თავის მუღამი აქვს. მეგობრებო, ახლა არის 10 საათი და მოდი ვისაუბროთ იცით რაზე. აი მანქანით ლაშქრობაზე. რა უნდა იცოდე მაგ დროს აუცილებელი რა არის ხა. იმიტომ რომ მანქანით ლაშქრობა შეიძლება არანაკლებ სახიფათო იყოს, როგორც ჩვეულებრივი ლაშქრობა. იმიტომ რომ კი დახურულ სივრცეში ხარ, საკუთარ მანქანაში ხარ, შეგიძლია ჩაკეტო, მაგრამ გააჩნია სად ხარ და რა სიტუაციაში ხარ. ამიტომ მანქანით ლაშქრობა შეიძლება არ იყოს ისეთი უსაფრთხო, ხო? როგორც ესე უბრალოდ წარმოდგენაში ჩანს, რომ მანქანაში ჩაჯდე, ჩაკეტო და всё, დაცული ხარ. პირველ რიგში ხა მანქანით ლაშქრობაზე რომ მიდიხარ, ჯობია ისეთ ადგილზე წახვიდე მართლა, რომ აი სხვები რო აი დიდად ადამიანების მოძრაობა არ იყოს. ეხა აქ მაგალითად სადაც ვიმყოფები, მაქსიმუმ მეცხვარემ გაიაროს. მეტი შანსი არ არის, არავინ არ გაივლის ეხა. ვინმე ჩემნაირად მოლაშქრე რომ ენახა, დღისით შევნიშნავდი. ხამით არავინ ამოვა. მაგრამ მაინც უსაფრთხოებაზე უნდა ფიქრობდე მაგ დროს. ვიღაც გაკვირდებოდეს და ყაჩაღება უნდადეს და რაღაც ამ თრად ისეთ ადგილას არ უნდა იყო, რომ ხალხის მოძრაობა იყოს. ზოგი ადამიანი ეგეთ ადგილს არჩევს ხოლმე, მაგრამ მე პირადად ისეთი ადგილი მირჩევნია, მართლა შორს რო ხარ, სადღაც მაღლა რო ხარ და შენს
გულში 100%-იანი დარწმუნებული იქნები, რომ აქ არავინ არ ამოივლის. აი, წარმოიდგინე მაგალითად მანქანით ლაშქრობაზე ხარ, უკვე იძინებ, ან გძინავს და შუშაზე კაკუნი გისმის. აი ესე. ხო, მაგარი საშიში იქნება რა. არაფერი ეგეთი გამორიცხული. კიდე მთავარი რაც არის, ეხა მაგალითად სანამ დავწვევი აწეული მაქვს ფანჯრები, მაგრამ დაძინებას რო დააპირებთ, სულოდნელ მაინც ჩაუწიეთ თუნდაც ერთი ფანჯარა. კი შეიძლება უფრო შეგცივდეთ, მაგრამ ეხა საძილე ტომრით ვარ და საძილე ტომრით ისედაც გარეთ ვიძინებ და თუ ხა საძილე ტომრის გარეშე ხარ და გასათბობად არაფერი გაქვს სიტყვა და პრედით ხარ და რაღაცა, მაშინ აწეული დატოვე, ოღონდ მაღვიძარა დააყენე რაღაც პერიოდში ერთხელ რომ გაიღვიძო, მანქანა გაანიავო, მე ისე დაკეტო დაიძინო. თუ ფანჯრის ჩაწევა არ შეგიძლია იმ თემაში, რომ აი შეგცივდება. მაგრამ თუ საძილე ტომრით ხარ და თბილად იქნები, ძილის დროს ფანჯარად დატოვეთ აისონისონ ყაიყო რა არის მეთქი. ფანჯარად დატოვეთ ოდნავ ჩაწეული, იმიტომ რომ ტაისონ რანაირად ვთქვა? იმიტომ რომ ძალიან დიდი რისკია გაიგუდოთ. კი ერთი წარმოდგენით ხა შეხედავ მანქანას დიდი სივრცეა შიგნი, თუ უფრო დიდი მანქანით ხარ მით უმეტეს და იფიქრებ რომ მთელი ღამე მეყოფა, არ არის საჭირო ჩაწევა და რაღაც, მაგრამ ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ შანგბადი ამოიწუროს და ძილში ისე გაიპარო ადამიანი, რომ ვერც მიხვდე და შეიძლება უკვე აი შანგბადი რო ამოგეწურება და რაღაც პანიკური შეტევა მიიღო მაგ დროს და მაგითაც დაიღუპო. ანუ აი პანიკაში რო ხარ და უცებ შეიძლება ვერც ფანჯრის ჩაწევა მოასწრო, ვერ გაიაზრო უბრალოდ ვერც კარის გაღება და ასე პანიკით და უჟანგბადობით მოკვდე. ამიტომ ეგ არის მთავარი რომ ფანჯრებს ჩაუწიო. კიდე მანქანით ლაშქრობის დროს აუცილებლად უნდა გქონდეს სამედიცინო დახმარება. ამ შემთხვევაში მანქანაში ორი სამედიცინო დახმარება მაქვს. ერთი არის თვითონ მანქანის ცალკე მაქვს, დიდი ზომის, ყველაფერი მაქვს იქ მაგალითად წებოვანი სამედიცინო ლენტა, ბინტი, მარლა, ბეტადინი, თხევადი ბეტადინი და მაქვს ხოლმე რომ ჭრილობებისთვის კარგი არის, სპირტი, სკალპერი, სისხლის შემაჩერებელი ლახტი, კიდევ რეები მაქვს. მაქვს კიდევ რაღაცები, კიდევ ის მაქვს ოთხკუთხედი წებოვანი ლენტებია, ოღონდ სპეციალურად ჭრილობის, აი მაგალითად ფეხიან, ხედიან რაღაცა გადახსნილი გაქვს რა, აი ხემაჭრილობა როცა არის, დაადებ და კარგად აერთებს. სამედიცინო დახმარებაც უმნიშვნელოვანესი ამ დროს. და რა თქმა უნდა, რაღაცა რითიც თავს დაიცავ, რომ რამე იყოს, დანა იქნება ეს იარაღი. ამ შემთხვევაში ხა იარაღი არ მაქვს, მაგრამ დანა მაქვს და ბიტა ყოველთვის და მაქვს მანქანაში, სადღაც თითქმის 3 წელია. 3 წელი გახდება ალბათ ზაფხულში, რაც მე მანქანაში ბიტა მიგდია. და საერთოდ კიდევ სანამ დაძინების დრო მოვა, ჯობია ტერიტორია შეამოწმო, მაინც რა იცი რა ხდება, იცოდე ზუსტად სად მიდიხარ, რა ადგილი არის და აი მაგალითად ახვედი სადღაც მთაზე კარგი ამინდი არის, მშრალი ამინდი, აი როგორც დღეს ახლა მშრალი ამინდი იყო, კი თოვლი დამხვდა, მაგრამ ხო არ წვიმდა, ხო არ თოვდა. უბრალოდ ქარიანი, შოლომი მშრალი ამინდი იყო. ამინდი მაინც უნდა გაითვალისწინო. ეხა მართალია ჯიპით ვარ, მაგრამ რა უნდა გაითვალისწინო? შეიძლება ღამით გამოცხადებული იყოს სერიოზული თოვა, თოვლში ჩარჩე, მანქანით გამოსვლა ფიზიკურად ვერ შეძლო, იმიტომ რომ ჯიპიც კი შეიძლება თოვლში გაიჭედოს. უბრალოდ თოვლის სიმაღლეზე ყველაფერი დამოკიდებული საბურავებზე, ხიდებზე და მთელი ამბები, მაგრამ ზედმეტად მაღალ თოვლში უმაგრესი საოცარი ჯიპიც გაიჭედება რა. სადღაც ისეთ ნამქერიან ადგილზე თუ ჩამოეკიდავსო და ეხლა მანქანით გაჭედვაც ძალიან უკაცრიელ ადგილას ცუდი იქნება ძალიან. აუ არ მახსოვს შარშან იყო თუ შარშან წინ ძალიან სამწუხარო ამბავი გამახსენდა. ეგრე მანქანით იყვნენ, ერთი ბიჭი იყო თუ ორი, ეგეც არ მახსოვს სამწუხაროდ, მაგრამ ვინც ეგ ამბავი იცის, აი ჩემი ამბიდან მიხვდება რა. ეგრე სადღაც ღამე იყო, მიდიოდა რა, თოვლში მოყვა ტყეში. გაიჭედა. მანქანა გადავიდა დახმარების საპოვნელად და დაიღუპა საწყალი. ამიტომ ეგ უნდა გაითვალისწინოთ იმ ხამით, რა მიდი გელით, რომ დილას რა დაგვხდებათ. აი ეგ არის მთავარი გასათვალისწინებელი რამ ჩემი აზრით მანქანით ლაშქრობაზე. აი ეს ყველაფერი რაც მოგიყევით. მეგობრებო, დავწიქი. დავიძინებ ახლა. არ ვიცი რომელზე გამეღვიძება ან რამდენად კარგად დავიძინებ. მაგრამ მანქანაში ბევრად თბილად ვარ.
თვითონ მანქანაში არ თბილა, მაგრამ საძილე ტომარაში ახლა ისე გზნობ თავს, აი როგორც საკუთარ სახლში, საწოლში თბილად. აბა შევხვდებით დილას, თუ ღამე რამე იმარ შეგვაწუხა. 5 საათია და გამაღვიძა მისმა ხრენამ და ყეფამ. რა უნდა ზიარა ვარ. ჩაოლებრივი ხარ. მოდი აქეთ და საძილე ტომარაში. ჩაოლებრივი რამე თუ არ დაინახა. რამე თუ არ იგზნო, ეგრე არ იცის ხოლმე. აი შედი. შედი ტაისონ. ტაისონ მოდი. ტაისონ, შედი. ჩადი. დაზიარა ხა მექენან ფიზიკურად უბრალოდ თავინახა. აუ ფანჯრები მოპინულია და გარედან. გარეთ არ ვიცი რა ხდება, თოვს, არ თოვს, ნახეთ ყინული შუშაზე. როგორ ბზინავს. ოკრაციო. -4 კი არა, რავი, გარეთ ბევრად დაბალი ტემპერატურა იქნება. გარეთ არ უჩება, რამე ცხოველიც იყო, იგზნო და დაინახა შუშას ჩაწეული რომ აქ მეტად მიხვდებოდა. გავაქცელებს ის. რა ადგება? ვაგარი ყინოა. აუ, მოისვენით აისო. აისო ნოთკეთ. კატ. უთავია ხამე. წინა საქარე მინდა სუკყინულია. ცოტა შეთვეს მანქანა. მე გადავალ. ჯო დაისონ. -6-ია. აი მე რა მაგრაცივა. ტაისონი ჯამს როგორ დავცვლი არ ვიცი. ტაისონ. მოდი. არაფერი მჩება. მოჩვენა. დავდე. მეგობრებო, თქვენი აზრს დააკომენტარეთ, აი ხამე ტაისონმა რო გამაგვიძა იხედა. რა შეიძლება ყოფილიყო? ეხლა გარშემო იმდენი თოვლი არ არის, რომ რაღაც ნაკვარი მარტო აი ადგილზეა თქო. იქ ჩემი ნაფეხურები არის და აქ ტაისონის. და შორს აღარ გასულ ვარ ტყეში. გაყინულები შეხედეთ. აქეთ აღარ გავსულ ვარ, მაგრამ რა ვიცი. შეიძლება საერთოდ რამე თუ იყო მეორე მხრიდანაც ყოფილიყო. გადადიქით. ფიქრობ, კარგი გასვლა გამოგვივიდა მე და ტაისონს. მანქანით, თვითონ მანქანით ლაშქრობა ასეთ ყინოში არასდროს ვერ გადამიღია. მანქანის გარეშე უარესშიც. დაჯიკი, მე მოგიფერი, დაჯიკი ხა. არ მიორლაგე ხა საპარკული და უკანა მხარე. სახში რომ მორი იქ ჩავგვარდები წესიურად. ეხა მაგის დრო არ მქონდა, ხელი სერიოზულად ვეღარ გრძნობდი. ხელთა თვანებშიც ისეციო.
ცოტა ხანს რო გავჩერებულიყავი, წერიც მომიყინებოდა დარწმუნებული, იმიტომ რომ ამას ჯამში წყალი რო ჩაუსხი, უკვე ყინულად იწყებდა გადაქცევას. აი თავიდან ლამაზად რო იწყებს ცენტრიდან ისე რომ ვრცელდება მე ყინულები. ვიხა წავალთ. წესით გზა მშვენიერი იქნება იმ მხრივ რომ დილა არის მოყინული არის, იმდენად ტალახში სიარული აღარ მოგვიწევს და სრიალს რო მშვენივრად ჩავალთ. თოვლიც არ არის ხა. როგორც ჩანს თოვლი რაც წამოვიდა ღამე. სულ ამ ყინულად წამოვიდა რა, ასიანი მაგარი ქარი იყო და მოხვედა ეს, იმიტომ რომ ხეებზია სულ მიყრილი და მოყინული. აი მეგობრებო, მადლობა რომ გიყურებით, თქვენი აზრი დააკომენტარეთ. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, აბა მაგრად.